როგორც ცნობილია, ჩვენი კლუბი იკვლევს წარსულში ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალს. გარდა უძველესი ნანგრევებისა თუ სხვადასხვა სახის არტეფაქტებისა, შემონახულია აგრეთვე მითებიც, რომელთაც დღეს განვიხილავთ. მითებში აღწერილია მრავალი პერსონაჟი, მათ მიერ ჩადენილი გმირობები თუ სხვადასხვა სავარაუდოდ ისტორიული მოვლენები. ამ მითების განხილვისას ბევრი რამ ხვდება თვალში, რაც მიგვითითებს წარსულში ტექნოლოგიურად უფრო მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალზე. თუმცა სანამ მითების განხილვაზე გადავალთ, მოკლედ მოგახსენებთ ჩვენი კლუბის ხედვას დედამიწის ისტორიის განვითარებაზე ბოლო 50,000 წლის განმავლობაში, რაც წინა ღონისძიების ძირითადი თემა იყო, სადაც განვიხილეთ ამ ეპოქაში მომხდარი რამდენიმე გლობალური კატასტროფა, რამაც მთელი პლანეტის მომავალი შეცვალა. ჩვენ განვიხილეთ მოვლენა, რომელიც დაახლოებით 45,000 წლის წინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე სავარაუდოდ 80,000 წლის წინ დაწყებული გამყინვარების ფაზა დასრულდა და დაიწყო დათბობის ეპოქა. ამავე დროს პარალელურად დედამიწაზე მასობრივად გამრავლდა ადამიანური რასაც, რაც გაგრძელდა დაახლოებით 25,000 წლის წინანდელ ეპოქამდე, რომლის დროსაც დედამიწაზე ისევ მკვეთრად აირია კლიმატი და გამყინვარება ახალ ფაზაში გადავიდა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 12-13,000 წელი, რომლის დროსაც დედამიწაზე ოკეანეების დონემ დაეწია, ხოლო სასიცოცხლო არეალი ნაწილობრივ გადავიდა ოკეანისგან გამოთავისუფლებულ მიწებზე. სავარაუდოდ 12,000 წლის წინ კი გამყინვარება მკვეთრად დასრულდა. Დამდგარი ყინულებისგან წარმოქმნილ ნიაღვრებმა დატბორეს მანამდე გამყინვარებისას გამოთავისუფლებული მიწები და დაიკავეს ჩვენთვის ნაცნობი დღევანდელი გეოგრაფიული მდებარეობა, რის შემდეგაც დადგა ჩვენი ეპოქა. ჩვენს მიერ დღეს განსახილველი მითოლოგია კი სავარაუდოდ სწორედ ამ წარღვნის შემდგომ ეპოქას ეკუთვნის. თუ რატომ ვარაუდობთ ამ ეპოქას, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებ. ქართულ ან თუნდაც არაქართულ მითოლოგიას რო გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იქ განხილულია ჩვენთვის უცნობი დიდი ომი. ომი რასებს და ერებს შორის, სადაც არის დამარცხებული და გამარჯვებული მხარეები. ისტორიას კი როგორც ვიცით, ყოველთვის წერს გამარჯვებული. მით უმეტეს თუ კი დამარცხებული სრულიად განადგურებულია. ომში ყოველთვის არის თავდასხმელი და თავდაცვაში მყოფი. თავდაცვაში მყოფის мотиваცია არის საკუთარი თავის ახლობლების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი მოდგმის თუ ერის გადარჩენა. თავდასხმაში მყოფის მიზანი კი მოწინააღმდეგის კუთვნილებაში არსებული მატერიალური საგნების განძეულის, ცოცხალი რესურსების თუ სასიცოცხლო სივრცის მიტაცებაა. ომი სავარაუდოდ ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი დიდი კატასტროფის შემდეგ დაიწყო. ჩვენი კლუბის ვერსიით მითებში აღწერილი ამბები ხდება წარღვნის შემდგომ ეპოქაში. ფიქრობთ, რომ ამ დროს შემცირდებოდა სასიცოცხლო ვარგისის სივრცე, რის გამოც აუცილებლად დაიწყებოდა ომი ამ სივრცის და გადარჩენილი რესურსებისათვის. ამ ომის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა ადამიანი. უпростоრად კი მითოლოგიის მიხედვით, ომამდე დევებისგან ჩაგრულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასაცავად იბრძოდნენ მორიგი ღმერთის მიერ გამოგზავნილი ღვთისმშობლები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია პარალელი გავავლოთ არაქართულ მითოლოგიებთან, რომლებშიც აგრეთვე აღწერილია ომი ღმერთებსა და დემონებს შორის, ან ოროდ და კეთილღვთაებებს შორის, სადაც ერთ მხარეს სურს ადამიანის მოდგის სრული განადგურება, ხოლო მეორე კი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ბრძოლები გადამწყვეტი იყო მომავალი თაობებისთვის, გამარჯვებულს დარჩებოდა სასიცოცხლო სივრცე, ვარგისი ტერიტორიები და პლანეტის გადარჩენილი რესურსებიც. შესაბამისად, გამარჯვებულმა მხარემ დაწერა კიდეც ისტორია, რომელშიც თავისთავად გმირად წარმოაჩინა. ეს ისტორია ძირითადში შემორჩა ზეპირ სიტყვიერი სახით, რაც შემდგომში მითებად ჩამოყალიბდა. დღეს ჩვენ განვიხილავთ ქართულ მითოლოგიებს და შეძლებს და გვარად შევეცდებით საერთო ჭრილით წარმოგიდგინოთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი მითებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი. შევეცდებით პარალელი გავავლოთ ქართულ და უცხოურ მითოლოგიებს შორის, ვისაუბრებთ პერსონაჟებზე და ამ პერსონაჟების მიერ გამოყენებულ იარაღებსა თუ საგნებზე. თხრობა წარიმართება არა კონკრეტულად რომელიმე მითოლოგიური მოთხრობის განხილვაზე, არამედ ჩვენთვის საინტერესო პერსონაჟების თავგადასავლებში აღწერილ მოვლენებზე. ასევე შევეცდებით ამ სიუჟეტების შეძლებს და გვარად დაკავშირებას რეალობასთან. როგორც ცნობილია, არ შეიძლება ადამიანმა მოიგონოს არარსებული არსება ან მოვლენა, ის რაღაცასთან ან რამესთან უნდა ასოცირდებოდეს. ეს შესაძლებელია იყოს თვითმხილველის მიერ აღწერილი მატერიალური საგანი, ან შთამომავლობით გადმოცემული ისტორიული მოვლენა, რომელიც შემდგომში ზეპირსიტყვიერი დამუშავებით დროთა განმავლობაში მითად ან ზღაპრად იქცა. ზოგიერთი პერსონაჟი დროთა განმავლობაში განიცდის სახეცვლილებას იმისთვის, რომ მოერგოს იმ დროის და ეპოქის რეალობას. ანუ შესაძლებელია პირველ წყაროში აღწერილი მაღალტექნოლოგიური საგანი მოგვიანებით იქცეს ამ საგნის მსგავსი თვისებების მქონე მაგიურ ცხოველად ან მოაზროვნე არსებად. მაგალითისთვის იგივე სათხრელი ტრაქტორით სიცხვით დიდი ვარიანტია პოსტაპოკალიფტურ სამყაროში, სადაც მრავალი ათასი წელია ტექნოლოგიები აღარ არსებობენ, გადმოცემებში იქცეს რაიმე ურჩხულად, რომელიც მთებს ჭამდა. ან თუნდაც დღეს ფართოდ გავრცელებული საფრენი აპარატები პოსტაპოკალიფტურ სამყაროში შეიძლება იქცეს ცეცხლის ფქვეველ მფრინავ დრაკონებად ან მითიურ ფრინველებად. იგივე იზიკეილის ხილვა რომ განვიხილოთ დაწვრილებით, პრაქტიკულად დღეს კარგად ცნობილ კვადროკოპტერს მივიღებთ.
ამ ფაქტების გათვალისწინებით ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მითებში მოყვანილი ზოომორფული თუ სხვა სახის არსებები და საგნები პირველ წყაროში იყვნენ მაღალტექნოლოგიური საომარი თუ სამუშაო მანქანა დანადგარები, პირადი საბრძოლო თუ სამუშაო იარაღები. მაგალითისთვის ხევსურულ მითოლოგიებში მორიგი ღმერთმა 63 შვილთა შორის გამარჯვებულ კოპალას ლახტი უბოძა და დევთა საჟლეტად გაუშვა. რა იარაღია ეს ლახტი თავისი არსით? დღევანდელობაში ლახტი წარმოადგენს სავარჯიშო სახტუნაო ღვედს. ძველ დროში კი ესახელი ერქვა საბრძოლო იარაღს, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ ხელკეთს, რომლის დაბოლოებაზე ლითონის ეკლები ან ფრთები იყო. ეს არის ერთგვარი საცემი იარაღი, რომელთაც უშუალოდ კონტაქტურ ბრძოლაში პირდაპირ დარტყმით უნდა მიგეყენებინა მოწინააღმდეგისთვის დაზიანებები. მორიგი ღმერთის მიერ მიცემულ ლახტად წოდებული იარაღს კი სულ სხვა შესაძლებლობები ჰქონდა. მაგალითად, კოპალა, როდესაც იყენებდა ამ ლახტს, იგი გამოსცემდა ხმას, ისე რომ ის საკმაოდ მოშორებითაც ისმოდა. აღსანიშნავია დევი ავთანდილის ისტორია, რომელიც მიხვდა თავისი ძმის მკვლელობას შორიდან ლახტის ხმის გაგონების შემდეგ. აგრეთვე ამ იარაღით შეეძლო კოპალას დისტანციურად გაეპო დიდი ზომის ლოდებიც. იგივე ლახტი უბოძა მორიგი ღმერთმა კარატიონს. ამ ლახტს უცნაური ძალა ჰქონდა. გადმოცემით ცეცხლისგან იყო გაკეთებული და სადაც დაჰკრავდნენ, იქ ცეცხლი ჩდებოდა. სავარაუდოდ აქ გვაქვს ფაქტი, როდესაც მაღალტექნოლოგიური საბრძოლო იარაღი მომდევნო თაობების მიერ მორგებული იყო მათ ეპოქაში ფართოდ გავრცელებული იარაღის სახელზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ იარაღს გამოყენებისას ჰქონდა ხმა და შეეძლო ცეცხლის გაჩენა, დიდი ზომის ლოდების სხვრევა, ხომ არ იყო ეს იარაღი ჩვენთვის უცნობი პრინციპის ცეცხლსასროლი თუ ენერგეტიკული იარაღი? აქვე შეგვიძლია პარალელი გავალოთ სკანდინავიური მითოლოგიის პერსონაჟ თორთან და მის იარაღ უროსთან. იგივე თორიც ებრძვის ბუმბერაზებს და მისი იარაღი ურო მუსრავს მტერს დისტანციურად, ცეცხლის თუ ელვის სახით, ხოლო თორი იმისთვის, რომ თავადაც არ დაზიანდეს ურო და გატყორცნილი ცეცხლისა და ელვისაგან, ფოლადის ხელთათმანებს ატარებდა. ვინ იყო თავად კოპალა? ის იყო 63 შვილთა შორის უძლიერესი. იგი გაიგივებულია იახსართან და კარატიონთან, თუმცა სხვა გადმოცემებში ცალ-ცალკეც მოიხსენებიან. ერთმანეთს ემტერებიან და მხარდამხარად იბრძვიან. აღნაგობით იგი არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ადამიანისგან. ბუნებად ჩვეულებრივი ადამიანური ჰქონდა, თუმცა გამოირჩეოდა არაადამიანური ფიზიკური ძალებით. აგრეთვე ჰქონდა ჩვენთვის ნაცნობი ყველა ეპოქისთვის უცნობი ტექნიკური შესაძლებლობები. მაგალითისთვის მისი ადამიანური ბუნება გამოიხატება ერთ ქმულებაში, როდესაც იგი დევებმა ირემტკალოზე გამოიწვიეს ქვის როლის შეჯიბრებაში, სადაც მისკენ მომავალი დევების შემხედვარე კოპალა შიშის გზნობა გაუჩნდა. ვაკეთებ ციტირებას. წამოშავდნენ ძლა დევები, მიწას აფრქობდნენ და ისე მილეწავდნენ გზას, მისას თოლიით კვეთდნენ, მუხლებამდე ეფლობოდნენ. შემეშინდა უთქვას კოპალას. თაებრივი ძალის იმედი ქონა ზეცით, თორემ ბუმბერას დევებთან რას გავხდებოდიო. რაც შეეხება მის ტექნიკურ შესაძლებლობებს. სხვა ეპიზოდში აღნიშნულია, რომ კოპალას შეეძლო ფრენა. გარდა ფრენისა, იგი იყენებდა ჩვენთვის უცნობ ტრანსპორტირების საშუალებას ჩამოსვეტებას. მაგალითად, ერთ ქმულებაში მოთხრობილია, როგორც ჩამოსვეტდა ზეციდან გმირი ბერი ბუქნა ბაადურის სანახავად. მას იქ დახვდა დევის სუმბატი, რომელსაც შეერკინა. კოპალას ეგონა, რომ მეგობარმა ბაადურმა ხუმრობით მოერგო დევის სახე და დაეჭიდა. როდესაც მიხვდა კოპალა, რომ ნამდვილ დევს ერკინებოდა, იგი აფრინდა ჰაერში. სივრცეში ოქროს ქსოვილი გაფრინა, გზით შედგა და იქიდან განაგრძო ბრძოლა. დევს ესროლა ცეცხლოვანი ისრები და ასე დაამარცხა. ამ დროს სხვა ღვთისმშობლები ამ ბრძოლას ზეციდან დასქეროდნენ და დიდად უკვირდათ. კოპალა ოქროს ქსოვილზე როგორც არწივზე, ისე იდგა და ცეცხლოვანი ისრებს ესროდა დევს. ბრძოლის მერე გახარებულმა ბერმა ბაადურმა ბედის ბედაური აჩუქა კოპალას მადლობის ნიშნად. მოდით თანამედროვე თვალის შევხედოთ ამ ეპიზოდს, რასთან გვაქვს საქმე. თუ კი ეს მონათხრობი წინა საუკუნეშიც კი ზღაპარივით ჩანდა, თანამედროვე ტექნოლოგიების და მეცნიერების გათვალისწინებით, ჯერ კი მხოლოდ მეცნიერული ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ ახლო მომავალში სრულიად შესაძლებელია მოქმედ სატრანსპორტო ტექნოლოგიებადაც ვიხილოთ. მაგალითად, ჩამოსვეტება ბევრ ფანტასტიკურ ფილმში თუ რომანში აღწერილია სხივით ტრანსპორტირება, იგივე ტელეპორტი, რომლის მეშვეობითაც კოსმოსიდან მიწაზე და პირიქით შესაძლებელია ცოცხალი ორგანიზმებისა თუ საგნების ტრანსპორტირება სხივის მეშვეობით. საინტერესოა, როგორ შეიძლება ჩვენ წინაპარს მოეგონებინა ესეთი რამ, თუ კი მას ის თავისუფალით არ ჰქონდა ნანახი. მოდით გადავხედოთ თანამედროვე ფიზიკის აღმოჩენებს თუ მეცნიერულ თეორიებს ამ მიმართულებით, რას გვეტყვის ფიზიკოსი. მატერიალური სხეულების ტელეპორტაციის იდეა გაჩნდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ფრანგმა მეცნიერმა ლუი დე ბროილმა წარმოთქვა მოსაზრება მატერიალური ობიექტების დუალური თვისებების შესახებ. საუბარია იმაზე, რომ სხეულები შეიძლება იყვნენ როგორც მატერიალურ ფორმაში, ასევე შეეძლოთ ტალღური თვისებების ქონაც. კერძოდ ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ მცირე ზომის ნაწილაკები, როგორც ელემენტარული, ასევე შედგენილი, ელექტრონი, პროტონი, ნეიტრონი, ალფა ნაწილაკი, მცირე ზომის ატომები თუ ბირთვები განიცდიან დიფრაქციას სხვადასხვა კრისტალურ მესერზე, რაც უპირობოდ მათი ტალღური თვისებების მამოწმებელია. ტალღა კი შორმანძილზე ენერგიის გადაცემის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. თუ მატერიალურ სხეულს გადავაქცევთ ტალღად,
გავავრცელებთ საჭირო ადგილამდე და შემდეგ ისევ მოვახდეთ მის მატერიალიზაციას, მაშინ მივიღებთ ტელეპორტაციის მსგავს ეფექტს. ეს იდეა ფართოდ დაწესებული იყო აღნიშნული პერიოდისთვის და მრავალი ფილმის სიუჟეტიც აიგო ამ მოვლენის გათვალისწინებით. ცოტა მოგვიანებით, დებროელის დუალურ პრინციპზე დაფუძნებით, შეიქმნა ფიზიკის ახალი მიმართულება, კვანტური მექანიკა, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა პასუხი და ასევე ბევრი ახალი ბუნდოვანება შემოიტანა. აღნიშნულ ტალღას მაქს ბორნმა მოუძებნა დღემდე არსებული ყველაზე უკეთესი განმარტება. კვანტურ მექანიკაში არსებული ტალღური განტოლების ამონახსნი ტალღური ფუნქციის მოდულის კვადრატი არის მოვლენათა მოხდენის ალბათობის სიმკვრივე. თვითონ ტალღას ფიზიკური რეალობა არ შეესაბამება და მას უბრალოდ ალბათობის ტალღას ეძახიან. ტელეპორტაციის გაუმჯობესებული ვერსია მოგვცა თვითონ კვანტურმა მექანიკამ. კერძოდ, სხეულებმა შეიძლება გაიარონ ისეთი ადგილები, სადაც ერთი შეხედვით გავლა შეუძლებელია, ეგრეთ წოდებული გვირაბის ეფექტი. ამ დროს შესაძლებელია ენერგეტიკულად ძლიერი ბარიერების გადალახვა, არასაკმარისად მცირე ენერგიებით. ამის ნათელი მაგალითია ალფა გამოსხივება. ალფა ნაწილაკს შეუძლია დაძლიოს ბირთვული მიზიდულობის ბარიერი ძალიან მცირე ენერგიით, გვირაბის ეფექტის გამოყენებით. გვირაბის ეფექტის უფრო განვრცობილი და პოპულარული ფორმაა ეგრეთ წოდებული სივრცის მოკეცვის მოვლენა, როცა შესაძლებელია შორ მანძილებზე მოხვედრა მცირე გადაადგილების შესრულებით და ეს ფაქტი მარტო ფანტასტიკური ფილმების სიუჟეტის შემადგენელი ნაწილი არაა. რეალურად კვანტური ფიზიკა ამ შემთხვევაში ძლიერი გრავიტაციის წყაროს დახმარებით იძლევა შესაძლებლობას მსგავსი გვირაბის გაკეთებისა, სადაც აღნიშნული მოგზაურობა მარტივად განხორციელდება. თუმცა ტექნიკურად ამის შესაძლებლობა დღეის მდგომარეობით ფაქტიურად გამორიცხულია, მაგრამ არა პრინციპულად. თუმცა უნდა აღინიშნოს რამდენიმე თვის წინ მომხდარი მოვლენა, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა, რაც უშუალოდ დადასტურება იმისა, რომ აინშტაინის თეორია გრავიტაციის და სივრცე-დროის შესახებ სინამდვილეს შეესაბამება. ამავე თეორიით აღიწერება სივრცის მოკეცვის და შორ მანძილზე სწრაფად გადაადგილების მოვლენაც. იმედს გამოთქვამთ, რომ ახლო მომავალში ეს პრაქტიკულადაც განხორციელდება. გარდა ტელეპორტისა, ამ გადმოცემაში აღწერილია გმირის ლევიტაცია. იგი აფრინდა ცაში, დღევანდელი ტექნიკით მრავალი იდეა მუშავდება პირადი საფრენი ზურგჩანთების თაობაზე, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია სივრცეში გადაადგილება. გარდა ამისა, ოქროს ქსოვილია აღწერილი, რომელზედაც სივრცეში დგება, რომ იქიდან დევებს ესროლოს. უნებურად პარალელის გავლება შეიძლება არაბული ზღაპრებიდან ფრინავ ხალიჩაზე. ანუ ჩვენი გმირის არსენალში შედიოდა შემდეგი შესაძლებლობები. მას ჰქონდა საშუალება მოეხდინა ტელეპორტირება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, განეხორციელებინა ფრენა ავტონომიურად, ჰქონდა რაღაც ოქროს ქსოვილად წოდებული დამატებითი სავარაუდო დასაკეცი საფრენი აპარატი. ხოლო დევს ესოდა ცეცხლოვან ისრებს, რითაც წვავდა კიდეც მას. იგივე ცეცხლოვანი ისრები რომ ავიღოთ, შესაძლოა რაიმე სხიური იარაღი ტექნოლოგიურად განუვითარებელ საზოგადოებაში აქმული იქნეს როგორც ცეცხლოვანი ისარი. აქვე ჩნდება შეკითხვა, თუ კი კოპალას ფრენა შეეძლო, რისთვისღა დასჭირდა დამატებითი საფრენის საშუალება. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე პასუხი მარტივია. ზემოთ ხსენებული საზურგე საფრენი ჩანთის ფრენის ხანგრძლივობა საკმაოდ შეზღუდულია. რამოდენიმე წუთიდან 2 ათეულ წუთამდეა განსაზღვრული. შემდეგ უბრალოდ საწვავი თავდება. ხომ არ გვაქვს საქმე ჩვენ აქაც ანალოგიურ საფრენ აპარატთან. კოპალამ პრაქტიკულად ზურგჩანთით მოახდინა სტარტი, აიღო სიმაღლე, შემდეგ კი დამატებითი საფრენის საშუალებით შეძლო ბრძოლის გაგრძელება. ყველაფერი ეს ღვთისშვილს კი მორიგე ღმერთისგან ჰქონდა ბოძებული. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა, ვინ იყო მორიგე ღმერთი? გამჩენი უზენაესი ღმერთი ძველ ქართულ მითოლოგიაში, ცის გამგებელი, ღვთისშვილთა დამბადებელი, ბედის ბედაურის მფლობელი, რომელმაც ამ ბედაურით ქვეყნად გამოაგზავნა გმირი ბერი ბუქნა ბაადური. თუ გავიხსენებთ ცოტა ხნის უკან, მოგიყევით თუ როგორ აჩუქა ამ ბერმა ბაადურმა კოპალას ეს ბედის ბედაური მადლობის ნიშნად. თუმცა ამ ბედაურს მოგვიანებით შევეხებით. მისი მემკვიდრე 17,000 წელი მეფობს, 3,000-ია მისი ნასახი. რა შეიძლება ნიშნავდეს ეს ფრაზა? მას 3,000 შვილი ჰყავდა, თუ აქ კიდევ სხვა ქვეტექსტია. მოგვიანებით მოხდა მისი შერწყმა ქრისტიანულ რელიგიასთან და უკვე ქრისტესთან ერთად მორიგე ღმერთი მაინც ფიგურირებს ციელთა გადმოცემებში. მორიგე ღმერთთან პარალელის გავლება შეიძლება ბერძნულ მითოლოგიაში ზევსთან და ჩრდილოეთის მითოლოგიაში ოდინთან. თუმცა იგივე ბერძნულ მითოლოგიაში თუ ადამიანს ყველა ღმერთისთვის შეუძლია თაყვანისცემა, ქართულ რეალობაში ერთის მლოცველი მეორეს ვერ ილოცებს, რადგან ღვთისშვილებს შორის არ არის მშვიდობა. თუმცა ამ მომენტს მოგვიანებით მიუბრუნდებით. ქართული მითოლოგიის მორიგე ღმერთი უფრო ზოგადი სახეა. იგი უკავშირდება ღვთისშვილთა იარაღებს და დავალებებს აძლევს. რა სახის იყო ეს დავალებები? როდესაც მორიგე ღმერთს სხვენ შესაძლებელი შეუწყდა ადამიანებისგან,
მიზეზის გარკვევისას ღვთისმშობლებმა მოახსენეს, რომ ადამიანებს დევების ჯაბნიან, რის გამოც მან შეკრიბა ღვთისმშობლები და მათგან უძლიერესნი დევების გასაჯდედად გამოუშვა დედამიწაზე. რის შედეგადაც დევების რასა სრულიად განადგურდა. საინტერესოა ეს ზღვენშესაწირავი რა მნიშვნელობის იყო, რომ მორიგე ღმერთს უღირდა მის ფასად მთელი რასის ამოწყვეტა. საინტერესოა აგრეთვე ისიც, თუ კი დევები მისცემდნენ იმ მორიგე ღმერთს ზღვენშესაწირავს, მაინც გამოგზავნიდა ის ღვთისმშობლებს ადამიანის გადასარჩენად. თუ ეს ორმაგი დანიშნულების გზავნილი იყო ადამიანებისთვისაც, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, თუ კი შეწყვეტა მორიგე ღმერთის მიმართ ზღვენშესაწირავის გადახდას. ჩვენი ქრისტიანული მორალის ღმერთს თუ განვიხილავთ, მას არ სჭირდება არანაირი ტექნიკური საშუალება გადაადგილებისთვის. აგრეთვე არც არავისი მოხსენება სჭირდება მისსავე შექმნილ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე, არც მატერიალურ შესაწირავს ითხოვს უფალი ჩვენგან. ამისგან განსხვავებით, მორიგე ღმერთი ითხოვს მატერიალურ ზღვენშესაწირავს, რომლის არ მიღების შემთხვევაში იგი რისხდება და დამნაშავეს ჯის, ამ შემთხვევაში დევებს. განსხვავებით ჩვენი გაგების უფლისა, იგი აღნიშნული კრიზისის დროს კრიბავს ღვთისშვილთა ერთგვარ თათბირს, სადაც განეხილავენ სიტუაციას და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არჩევს ამ ღვთისშვილებიდან ჩეულთ მისი ნების გასატარებლად. ამ მორიგე ღმერთს აქვს მრავალი სახის იარაღი, რომლებსაც ურიგებს ღვთისშვილებს და აქვს საშუალება საჭიროების შემთხვევაში მოუმატოს მათ ფიზიკური ძალები. გარდა ამ ყველაფრისა, მას აქვს სატრანსპორტო საშუალებებიც. ერთ-ერთი სახელი, როგორც აღნიშნეთ, არის ბედის ბედაური. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ბედის ბედაური იყოს ტექნოლოგიური სატრანსპორტო აპარატი, სავარაუდოდ საფრენი აპარატი. თუ ყველაფერს ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ ისმება შეკითხვა, ხომ არ იყო ეს მორიგე ღმერთი ერთგვარი კოსმოსური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ხოლო მისი 3000 ნასახი და ღვთისმშობლები კი ამ ექსპედიციის მონაწილეები, რომელთაც ამყოფელი მითოლოგიიდანაც მოხსენიებულია როგორც არის ზეცაში, საიდანაც მებრძოლები მოდიან სხიული ტრანსპორტირების სახით დედამიწაზე და მიდიან იმავე მეთოდით უკან, მაგალითად ჩამოსვეტება და ამოშუქება. ამის გათვალისწინებით აიხსნება შემდეგი გადმოცემაც. ზემოთ ჩვენ ვახსენეთ კოსმოსიდან ტელეპორტირება მიწაზე. ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, რა შუაშია ხევსურეთთან კოსმოსი? როდესაც მორიგე ღმერთმა გამოაგზავნა რჩეულები დედამიწაზე, ამ რჩეულებმა ბინა გერგეთის მთის ძირში დაიდეს და ელოდებოდნენ მორიგე ღმერთის ბრძანებას, რომ სახალხოდ გამოსულიყვნენ. მოდით დავფიქრდეთ, რატომ იყვნენ გერგეთის მთის ძირში რჩეულები და რატომ სჭირდებოდათ მათ დამატებითი ბრძანება მორიგესგან? მან ხომ ისედაც დევებთან საუბრად გამოაგზავნა ესენი? რატომ პირდაპირვე არ ჩაერთნენ ბრძოლაში, მით უმეტეს რომ სანამ ესენი ბრძანებას ელოდნენ, დევები ხალხს უმოწყალოდ ჟლებდნენ. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მათი გერგეს დავანება არაფერია თუ არა ადაპტაციის პერიოდის გავლა, რომელიც საჭირო იყო უცხო პლანეტას დაჩვეული ადამიანებისთვის ამ პლანეტის გარემოსთან შესაგურებლად. ან ხომ არ გვაქვს საქმე ერთგვარ საკოორდინაციო დროსთან, რომლის დროსაც პლანეტის სხვადასხვა ნაწილში გადასხმულმა ქვედანაყოფებმა უნდა მოასწრონ ერთგვარი პლაცდარმების შექმნა, რომ შემდეგ სინქრონულად შეუტინენ საერთო მტერს, პრაქტიკულად ყველა წერტილში ერთბაშად. ან სულაც ორივე შემთხვევა ერთად აღებული. მოდით გადავხედოთ კონფლიქტის მეორე მხარეს, დევებს. ვინ იყვნენ დევები და რას გადმოგცეს მითოლოგიები მათ შესახებ? ქართულ მითოლოგიაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი დევების შესახებ თხრობად. ძირითადად შემონახულია მათ ამ ბრძოლებისა და მათზე გამარჯვებების ისტორია. დევი ან მისი მსგავსი არსება აღწერილი არა მარტო ქართულ მითოლოგიაში, იგი მსოფლიოს მრავალ კულტურაში გვხვდება, მაგალითად ებრაულ, არამეულ, სპარსულ, ინდურ, ევროპულ თუ სლავურ მითოლოგიებში. თითქმის ყველა გადმოცემაში დევი აღწერილია როგორც ადამიანის გარეგნობის, ოღონდ შედარებით დიდი ზომების მქონე არსება. ზოგან აღწერილია ერთთვალიანი, მაგალითად ბერძნულ მითოლოგიაში ციკლოპი, ზოგან ჩვეულებრივი ორთვალიანი ან მრავალთავიანი დევებიც. 3, 9 ან 12 თავიანებია გადმოცემული. არის გადმოცემები, სადაც რქებითაც არიან აღწერილები, თითქმის ყველა აღწერილობაში ნათქვამია, რომ არიან უღთმიანები, რის გამოც ადვილად აალდებიან. იგივე კოპალამ, როდესაც ცეცხლოვანი ისრები ესროლა დევს სუმბათს, იგი აალდა და დაიწვა. მათი არსის განხილვისას ძნელია არ მოხვდეს თვალში მათი გულუბრყვილობა, თუმცა კი არიან აღწერილები როგორც უბოროტესი არსებები, მაგრამ არის ადგილები, სადაც კეთილადაც მოიხსენიებენ. გარდა ამისა, დევებს ჰქონდათ ადამიანებთან შედარებით უფრო დახვეწილი და განვითარებული ტექნოლოგიები, რასაც იყენებდნენ კიდეც ისინი ადამიანებზე ზემოქმედებისთვის. მაგალითისთვის, სამუშაო ან საბრძოლო იარაღის დამზადებაში დევები ითხოვდნენ გარკვეულ საფასურს, ცოცხალ ადამიანებს, ბავშვებს ან ქალებს, გადმოცემით ბავშვებით იკვებებოდნენ. გარდა მეტალურგიული თუ სამშენებლო ტექნოლოგიებისა, მათ ჰქონდათ აგრეთვე ფსიქოტრონული ტექნოლოგიებიც, რომლითაც ადამიანებს აიშინებდნენ და რეალობისგან განსხვავებულ სურათს აჩვენებდნენ უბრალო ურთიერთობისა თუ ბრძოლის დროს.
ამის მაგალითისთვის მოგითხრობთ ერთ ამბავს ბაცალიგუელი გახუას შესახებ, რომელიც ღვთისმშობლებმა დევებთან საომრად წაიყვანეს. ამ ამბავში აღწერილია მომენტი, როდესაც ღვთისმშობლები შეიჭრნენ დევის სახლში და ამოხოცეს ყველა იყო. გახუას თვალში ეცა ირგვლივ დალაგებული უამრავი რაოდენობის თვალმარგალიტი და ოქრო ვერცხლი. თუმცა ღვთისმშობლებმა უთხრეს, რომ ეს მათთვის საინტერესო არ იყო. სამაგიეროდ მიუთითეს ყორეში გაკეთებული ხვრელებისკენ, სადაც ხელი ძლივს ეტეოდა. რაც მოხვდება ხელში ამოიღეო. გახუას იმ ხვრელებში გველები და ბაყაყები დახვდნენ. მთელი ხურჯინი გაავსებინეს ამ ქვეწარმავლებით გახუას მიუხედავად მისი პროტესტისა. ხოლო როდესაც სამშვიდობოს გავიდნენ, იმ ხურჯინში ნაცვლად ქვეწარმავლებისა დიდძალი თვალმარგალიტი და ოქრო ვერცხლი აღმოჩნდა. ჩვენი აზრით ეს იყო ერთგვარი ფსიქოტრონული დაცვა ნამდვილი განძეულისა, რომლის შესახებაც ღვთისმშობლებმა იცოდნენ, ხოლო ამ დაცვის საიდუმლოს ფლობდა ის დევი. გარდა ხელოსნობისა ცნობილია ისიც, რომ დევები ესხმოდნენ თავს ადამიანებს. ვინმე ჭინჭარაულს ჩაუწერია კოპალას ერთ-ერთი მითი, სადაც აღწერილია, რომ ფშავხესურნი აროგზე ვერ ჩადიოდნენ, ისე მძლავრობდნენ დევებიო. სარჩოს სტაცებდნენ ადამიანებს, კლავდნენ და ბეგარად ითხოვდნენ ბავშვებს, რომელსაც გადმოცემით ჭამდნენ. რის გაგონებაზეც განრისხებული კოპალა დაერია მათ და გაჟლიტა. თუ ჩავთვლით, რომ დევი არის არა გამოგონილი, არამედ ნამდვილი არსება, შეგვიძლია დღევანდელობაშიც მოვიძიოთ მათ შესახებ ინფორმაციები. ზემოთ აღწერილი გარეგნობის შემდეგ უნებურად პარალელის გავლება შეიძლება თოვლის კასთან. ისიც აგრეთვე არის გრძელბეწვიანი, დიდი ზომების და ძალის პატრონი. თუმცა მათი ნახვა საკმაოდ რთულია. პრაქტიკულად დამტკიცებული არ არის მათი არსებობა, ამიტომაც იგივე თოვლის კაცი მიკუთვნებულია თანამედროვე მითოლოგიასთან. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ბოლომდე მაინც არ გაწყვეტილა მათი ჯიში. იგივე თუნდაც სვანებს და მაღალ მთაში მაცხოვრებელ ხნიერ ხევსურებს დღემდე ჯერათ დევების არსებობის და ადგილებსაც დაგისახელებენ, თუ სად შეიძლება ცხოვრობდნენ ისინი. ავიღოთ თუნდაც სამცხე ჯავახეთის მეგალითები, ნაგებობები, რომლებსაც საკმაოდ სქელი და მაღალი კედლები აქვთ, რომლებიც აშენებულია რაღაც ძალიან დიდი და ძლიერისგან დასაცავად. ამ დროს ამავე ნაგებობებში სათავსოები და ოთახები მოწყობილია საკმაოდ დაბალი ადამიანებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვემეხების გამოგონებამდე სიმაგრეებში მსგავსი სისქის კედლებს არ აშენებდნენ. გარდა დევებისა, ღვთისმშობლებს და ადამიანებს ემტრობოდნენ ქაჯებიც. დევებისგან განსხვავებით ისინი გამოირჩეოდნენ ჭკუამახვილობით, ფლობდნენ მაგიას, უცნაურ საბრძოლო იარაღს და ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებებს. შეეძლოთ ნებისმიერი მოაზროვნე არსებისთვის აერიად ცნობიერება. მითოლოგიაში გადმოცემულია არაერთი სისხლიანი შეტაკებები ღვთისმშობლებსა და ქაჯებს შორის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მოვიძიეთ ძირითადი მიზეზი თუ რის გამო წაეკიდნენ ერთმანეთს ღვთისმშობლები და ქაჯები. იგივე დევების შემთხვევაში თუ მათი მხრიდან ადამიანთა დახოცვა ჩაგვრა იყო, ამას ვერ ვიზღვით ქაჯებზე. თავად ქაჯები კი აღწერილია სხვადასხვა მითოლოგიებში არა როგორც მატერიალური, არამედ როგორც ასტრალური არსებები. ძირითადად გადმოცემულია მათი რაობა სულების სახით, მაგრამ ხევსურულ და სვანურ მითოლოგიებში ქაჯის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად მატერიალური არსებების შესახებ ინფორმაციაა. მაგალითად, გახუა მეგრელაურის ამბავი, როდესაც იგი ღვთისმშობლებმა ქაჯებით დასალაშქრებად წაიყვანეს. თავად ეს ინფორმაცია წირად არის გადმოცემული, მაგრამ იქ ნათქვამია ერთ საინტერესო მომენტი. როდესაც დალაშქრეს ქაჯეთი, მათ დიდი ოდენობის ნადავლი წამოუღიათ, ოქრო ვერცხლის, ჭურჭლის თუ საქონლის სახით. აგრეთვე ტყვედ წამოუსხავთ ქალები. წამოსვლისას ქაჯებს მოლაშქრეთათვის უსვრიათ კატების თავფეხი. მიუხედავად სახელისა, ეს იარაღი ისეთი საშიში იყო, რომ ღვთისმშობლებმა და ანგელოზებმა დიდ ფარზე შეფარვით იხსნეს თავი, რომელიც ანგელოზ გუდანი ჯვარს ჰქონდათ ან წამოღებული. საინტერესოა, რა იარაღს შეიძლება ერქვას კატების თავფეხი. ამ თუ კი ქაჯები ასტრალური სხეულები იყვნენ, საიდან ქონათ ამდენი მატერიალური ნივთები? კიდევ თერგოულის ამბავი გავიხსენოთ, როდესაც კოპალა ყავდათ დატყვევებული ქაჯებს შავ ზღვაში. აღსანიშნავია, რომ მორიგი ღმერთმა ერთ წლის შემდეგ გაიგო მისი ყველაზე რჩეული მეომრის დატყვევების ამბავი. მან მისი განთავისუფლების ბრძანება მისცა თერგოულს. თერგოული წამოვიდა ცივრის სასახლიდან და ქაჯთ ბაზარში მივიდა. სადაც ნახა, რომ ქაჯებს ერთი ღვთისნასახი დაეტყვევებიათ და სახედარევი ძეც ხდებოდნენ. როდესაც თერგოული მივიდა, იგი იცნეს ქაჯებმა და დაერივნენ. მაგრამ თერგოულმა დამალვა შეძლო რაღაც შავი ბადის მეშვეობით. რის შემდეგაც ქაჯებმა თავიანთ მეფეს შესჩივლეს. ღვთისმშობელია მოსული და ვერას გავხდითო. თავად ქაჯთ მეფე აღწერილია შემდეგნაირად. იგი იყო ბუმბერაზე, ცხადთავი ჰქონდა და თითო თავზე თითო თვალი. საშინელი მყუიარლა და ხმაურიანი იყო. ამ შემთხვევაშიც კოპალას მსგავსად თერგოულმა გაშალა ოქროს ქსოვილი, რომელზეც დადგა სივრცეში და ცეცხლოვანი ისრები ესორლა ქაჯებს. თელ სივრცეს გაუჩინაო ცეცხლი ამბობენ. შედეგად ქაჯებმა დაიხიეს შავი ზღვის მორევისკენ უკან, საიდანაც გამოანთავისუფლა კიდეც კოპალა თერგოულმა. ამავ დროს ზონად მორიგი ღმერთს ამ ზღვის ნაპირზე მიმობნეული თვალმარგალიტით წამოუღო. როგორც ჩანს, დევები და ქაჯებიც ერთ და იგივე იარაღით კვდებოდნენ. ხოლო თავად გმირებში ერთგვარი შეიარაღების სტანდარტიზაცია შეინიშნება. გარდა ამისა, ქაჯები თავად დევების მოკავშირეებათაც არიან აღწერილები. მაგალითად, კოპალას ამბავი ავიღოთ, როდესაც მას ჯილდოობა უნდა გაემართა დევებთან ციხე გორის გამო. დევებს წინასწარ ჰქონდათ მოლაპარაკებული ქაჯებთან, რომ თუ მათ ფალავანზე შორს ისროდა კოპალა ქვას,
მაშინ დევის ნასროლი ქვა შედარების შორს უნდა გადაეტანათ. მართლაც, კოპალას ქვა დევის ქვაზე შორს დავარდა. ქაჯები დაფაცურდნენ, რათა დევის ქვა აეგორებინათ, მაგრამ იგი კოპალას ლოდს გამოედოზე დააწვა, რის გამოც იგი ქაჯებმა ვეღარ დაძრა და დღემდე იგდევს გადმოცემა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მითოლოგია გადმოცემს ომის ისტორიას, დიდი ომის ისტორიას, რომლის შედეგადაც მხოლოდ ადამიანი დარჩა დედამიწაზე. ამ ომის გმირები კი ეს ღვთისმშობლები იყვნენ, რომელთა სახელებით შემონახული იქნა თაობებში მოთხრობილი ამბების მეშვეობით. ეს ომი სავსეა როგორც გმირობებით, ასევე ღალატით და არაპატიოსანის აქციით. შედეგი იყო მთელი რასების გენოციდი, ხოლო თუ იმას ჩავთვლით, რომ იგივე ხევსურებს ან სხვა მთიელებს მხოლოდ კონკრეტული ღვთისმშობლის მიმოვლოცვის უფლება ჰქონდა და არა ყველასი, იმიტომ რომ ამ ღვთისმშობლებს შორის არ იყო მშვიდობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ღვთისმშობლებს შორის ქიშპობა მიღებული ნადავლის გამო გაჩნდა. მიუხედავად მცდელობისა, ჩვენ ვერ მოვიძიეთ ვერც ერთი დაზუსტებული ინფორმაცია, რის გამო შეიძლება ერთიმეორეს დაპირისპირებდნენ ღვთისმშობლები, ან საბოლოოდ რის შემდეგ მოხდა მათი ზეცისკარს დაბრუნება. თუ კი მიუძღებით ამ ამბებს როგორც ისტორიულ მოვლენას, რომელმაც სახე იცვალა მრავალჯერ პერიფრაზირების შემდეგ, მაშინ გასაგებია, რის გამოც შეიძლება მომხდარიყო დაპირისპირება, მიზეზად თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უზღვავი ნადავლი, ოქრო ვერცხლისა თუ თვალმარგალიტის სახით, რომლებიც ღვთისმშობლებმა დევების ან ქაჯების დახოცვის შემდეგ მოაგდოვეს. ნაწილი ძღვენად მიართვეს მორიგე ღმერთს, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შესაძლოა დავაც მოსვლოდაც, რაც სერიოზული კონფლიქტის მიზეზი აუცილებლად გახდებოდა. წარმოიდგინეთ სიტუაცია ორი ტიპის ცივილიზაციის შეჯახება. ერთ მხარეს კოსმოსური ტექნოლოგიები და ზეგანვითარებული რასა შეიარაღება. მეორე მხარეს გლობალური პლანეტარული კატასტროფა გამოვლილი დეგრადირებული საზოგადოება. წარმოიდგინეთ ამ ზეგანვითარებული კარგად შეიარაღებული არსებების ზეობა და ძალაუფლება განუვითარებელ დეგრადირებულ საზოგადოებას. მით უმეტეს რომ ღვთისმშობლებიდან გარდა მეუღლებისა იყვნენ რელიგიური წამსის გამავრცელებლებიც, მკურნალებიც, ჭედლებიც და ასე შემდეგ. ზემოთ დავსვით შეკითხვა, რის შემდეგ მოხდა ამათი ზეცისკარს დაბრუნება. თუ კი თავისუფლად მიუშვებ მსგავსად შეიარაღებულ მოაზროვნე არსებას, მასზე გაცილებით განუვითარებელ ცივილიზაციაზე, იგი აუცილებლად შეეცდება ამ ცივილიზაციის დაპყრობას. ვითომ კეთილი მიზნით მოსული საბოლოოდ იმ დრაკონად თავად იქცევა, რომლის მოსაკლავადაც გამოაგზავნეს თავის დროზე. ამიტომაც სავარაუდოდ მორიგე ღმერთმა თავისი წარგზავნილები ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ გაიწვია პლანეტიდან. ოღონდ ეს გაწვევის მომენტი სამწუხაროდ მხოლოდ ფაქტის სახით გვაქვს. რომ არ დარჩნენ ეს სიტუაცია არსად არ არის გადმოცემული ან შემონახული. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ამ პატარა ანალიზის დროს არ შეგვხედრია. გარდა ზემოთ აღნიშნული ღვთისმშობლებისა და გმირებისა, იყვნენ ნახევრად ღვთისმშობლებად წოდებული გმირები, მაგალითად ამირანი. ამირანი იყო ნადირობის ქალღმერთი დალის და მონადირე დარჯელანის შვილი. საინტერესოა თავად ამირანის გაჩენის ისტორია. მითი მოგვითხრობს, რომ დარჯელანის ეჭვიანმა ცოლმა მდინარე დალის შეაჭრა ნაწნავები, რის შემდეგაც დალიმ დაკარგა ყველა ძალა. განწირულმა დალიმ დარჯელანს თხოვა, რომ მისთვის მუცელი გაეჭრა. ამოეყვანა ბავშვი, ხარის ფაშში გაეხვია და სამი გზის შესაყარზე დაეტოვებინა. იმ გზაჯვარედინზე სამი წმინდა კაცი მოვიდა და სამივემ დალოცა. რის შემდეგაც თავად ამირანს გაუჩნდა არაადამიანური ძალები. იგი სწრაფად გაიზარდა, გადმოცემით მას 12 უღელი ხარკამეჩის ღონე ჰქონდა, გლის მუხლი და ზვავის სისწრაფე. უნებურად შეიძლება პარალელის გავლება ჰერაკლესთან, როდესაც იგი იშვა, აგრეთვე ისის დედამ დატოვა გზაჯვარედინზე, სადაც გამოიარეს ჰერამ და ათენამ, რომელთაც ბავშვი აიყვანეს. საინტერესოა დაბადების მომენტიდან ხარის ფაშში გახვევა, ჯერ განუვითარებელი ჩვილისთვის. სინამდვილეში, როგორც უნდა განვითარებულიყო ხარის ფაშში ადამიანის ემბრიონი, თანამედროვეობაში დღენაკლულ ჩვილებს ერთგვარ ინკუბატორში ათავსებენ, სადაც ის ასრულებს თავის განვითარებას. ხომ არ იყო აქ ხარის ფაში ამ ინკუბატორის პერიფრაზი? თავად ამირანიც იყო ხალხისთვის კომაგი, დევთა ქაჩთა, ავსულთა და გველეშაპტა მჟლეტელი. ამირანი და მისი თანამებრძოლი ნასიბი ებრძოდნენ ბულუმუღუნ დევს, რომელიც გადმოცემით ძალიან რთული დასამარცხებელი იყო. იგი დიდხანს და შეუპოვრად ეომებოდა ამირანს. მხოლოდ მრავალი მძიმე ლაშქრობის შემდეგ შეძლეს მისი დამარცხება ამირანმა, ბადრიმ და ნასიბმა. საინტერესოა თავად ნასიბის ხელთ არსებული ეგრეთ წოდებული ბაბაყულის ძვალი, რომელიც იყო რომელიღაც დევის ყბა, რომლის კისერზე ჩამოკიდების შემდეგ ნასიბი უჩინარი ხდებოდა. ასე იგი აღწევდა დევების ბანახში, ისმენდა იქაურის სავდლების მიერ დათქმულ გეგმებს, ატყობინებდა ამას ამირანს და ამგვარად ამარცხებდნენ ბულუმუღუნ დევს. გადმოცემით დევის ამონასუნ თქმა ღრუბელმა ამირანის მთელი ჯარი დაფარა, რის გამოც ამირანს მოუწია ბნელში ბრძოლა. როდესაც გაჭირვების ძლია მრისხანე ბუმბერას
გადმოცემით ლახტით გაუბრუებია და დარეტიანებული თავები წაუჭრია. ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას, იგი თავადაც შესანიშნავი მჭედელია. განსხვავებით სხვა ღვთისმშობლებისა თუ გვინებისა, ამირანის ისტორია ცოტა სხვანაირად სრულდება. ამირანი დაისჯება ამპარტანული ქცევის გამო. ღმერთის მიმართ. იგი შეეცდება ღმერთს გაეჯიბროს ძალაში, რის გამოც მას მიაჯაჭვავს კიდეც კავკასიონზე. თუმცა ეს მითი ყველამ კარგად იცით, ამიტომ არ დავწროვნანდებით. ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ზოომორფული არსებები უცხულები მრავლადაა. ძველ კოლხეთში ვეშაპს უზარმაზარი თევზის სახით გამოსახავდნენ. ხშირად ის მრავალთავიანი არსების სახით გვევლინება. განარჩევენ თეთრ, წითელ და შავ, ყველაზე ძლიერ ვეშაპებს. ვეშაპები წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებული და იტაცებენ წყალს ჭებიდან, მდინარეებიდან, ტბებიდან. წყლის სარგებლობისათვის ითხოვენ ქალწულის მსხვერპლად შეწირვას. ისინი შთანთქავენ მზეს, მტრობენ კეთილ გმირებს, თუმცა საბოლოო ჯამში მათთან მარცხდებიან. ვეშაპების ბოროტე ფუნქციები ხშირად დევებზე გადადის. ზოგ სიუჟეტში გმირების მფარველთა როლში გვევლინებიან, მაგრამ მათი საჩუქრები გმირებისთვის აკრძალვას შეიცავს. გმირის მიერ აკრძალვის დარღვევა მის სიკვდილს იწვევს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ვეშაპი ურწმუნოების და კერძთაყვანისმცემლობის სიმბოლოა. ამირანის გმირობებში დევებთან ვეშაპებთან ბრძოლა, რომლებსაც ის ჩადიან მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსუფთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონური მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე ამირანი ნეკრებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამ ფრაზების წაკითხვისას რიგით ადამიანში გაჩნდება მოსაზრება ერთ-ერთი მითოლოგიური პერსონაჟის ვეშაპის შესახებ, რომელიც უარყოფით კონტექსტში არის წარმოდგენილი. ის დიდი და უზარმაზარია, მაგრამ მას გმირები ამარცხებენ, რაც ამ უკანასკნელთა სიძლიერეზე მეტყველებს. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი მინიშნება ამოვიკითხოთ მაღალი მატერიების ცოდნის შესახებ. პირველი, განარჩევენ სამი სახეობის თეთრ, წითელ და შავ ვეშაპებს. მათი სიძლიერის ხარისხი ამ თანმიმდევრობით იზრდება. და მეორე, ვეშაპები იტაცებენ წყალს ჭებიდან, მდინარეებიდან და ტბებიდან და რაც მთავარია, მათ შეუძლიათ მზის შთანთქმა. შემთხვევით აქ საუბარი ხომ არ არის კოსმოსურ ობიექტებზე, რომელთაც მსგავსი მოვლენის გამოწვევა შეუძლიათ, კერძოდ თეთრ და ყავისფერ ჯუჯებზე და შავ ხვრელებზე. მიუყვეთ მსჯელობას, ნებისმიერი ვარსკვლავი მზე აზე თუ გვიან ასრულებს სიცოცხლეს. მისი ზომის მიხედვით ეს დასასრული სხვადასხვაგვარია. ჩვენი მზის ზომის სადარი ვარსკვლავები საწვავის, წყალბადის და ჰელიუმის ამოწურვის შემდეგ გადაიქცევიან წითელ გიგანტებად და შემდეგ კოსმოსში გაიფანტებიან, ხოლო ცენტრში დარჩება ეგრეთ წოდებული თეთრი ჯუჯა, რომელიც ვარაუდით ერთ მონოლითურ ალმასს წარმოადგენს და ძალიან მკვრივია. ზომაშიც პატარაა, დაახლოებით დედამიწის ზომის. დიდი სიმკვრივის და მცირე ზომის გამო ის ქმნის ძლიერ გრავიტაციულ ველს და ადვილად ჩაიჭერს მასთან მიახლოებულ რაიმე ობიექტს. მათ შორის შესაძლოა სხვა ვარსკვლავებსაც და მის შემადგენელი შიგ-თავს თავის გარშემო შემოეხვევს. ერთგვარი მზის შეჭმის მოვლენაა. ხოლო სანამ თეთრი ჯუჯა გახდებოდა, მანამდე არსებული წითელი გიგანტი ან მთლიანად ჩაყლაპავს მის გარშემო მბრუნავ პლანეტებს, ან ძალიან ახლოს მიახლოვდება, რაც გამოიწვევს ამ პლანეტებზე ტბებისა და მდინარეების აორთქლებას და მთლიანი პლანეტის გაუდაბნოებას. მითებში ფერის სითეთრე პირდაპირ შემონახულია. რაც შეეხება ყავისფერ ჯუჯას, ყავისფერი და წითელი ახლოს მდგარი ფერებია. ეს არის დიდი სიმკვრივის ობიექტი, რომლებიც შესაძლოა ზომით პლანეტის ზომას უტოლდებოდეს. მათ არ შემდგარ ვარსკვლავებსაც უტოლდებენ, რადგან მათში არ მიმდინარეობს ნივთიერების სინთეზი თერმობირთული რეაქციების გზით, თუმცა გარკვეული რეაქციების ხაზზე მათგან სითბო მაინც გამოიყოფა. შორიდან დანახვა გაგრძელებულია, რადგან ნათება ფაქტიურად არ აქვთ. ახლოს თუ მივალთ, შესაძლოა ყავისფრად მოგვეჩვენოს. ამ ობიექტებს აქვს დიდი სიმკვრივე და კოლოსალურად დიდი მასა. ზომები შედარებით მცირეა, რაც იწვევს დიდი გრავიტაციული ძალის წარმოქმნას და მის სიახლოვეს მყოფი ობიექტების შთანთქმას, თეთრი ჯუჯების მსგავსად. მაგალითად, ყავისფერი ჯუჯა არის სირიუსის თანავარსკვლავედში, სირიუს C. მისი დანახვა შეიარაღებული თვალითაც კი ძნელია. ის იმდენად მასიურია, რომ მთელი სირიუსის სისტემა, მათ შორის ორი ვარსკვლავი, ლურჯი გიგანტი და ჩვეულებრივი მზისმაგვარი ვარსკვლავი, ბრუნავს ამ ჯუჯის გარშემო. თუ მსგავსი ობიექტის გარშემო შედარებით ახლოს იქნება რომელიმე წყლის შემცველი პლანეტა, მაშინ სიმხურვალი საკმარისი აღმოჩნდება მისგან წყლის ასაორთქლებლად. სიძლიერის ხარისხით ყავისფერი ჯუჯა თეთრზე მეტად ძლიერია.
შავი ხვრელი წარმოადგენს ისეთ ობიექტს, რომლისგანაც ყველაზე სწრაფ სინათლესაც კი არ შეუძლია თავის დაღწევა. ის არის ძლიერ მასიური ობიექტი, რომელსაც გააჩნია სინგულარობა. ჩვეულებრივ შავი ხვრელები მიიღება გიგანტური ვარსკვლავების სიცოცხლის დასრულების ჰიპერნოვა აფეთქების შემდეგ. არსებობს სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც მოთავსებულია ყველა galaktikis ცენტრში და ეს უკანასკნელი მის გარშემო ბრუნავს. შავი ხვრელი შთანთქავს ყველაფერს, რაც მის სიახლოვესაა, მათ შორის ვარსკვლავებსაც. შთანთქმის არეში დიდი ენერგია აკუმულირდება და შესაბამისად ტემპერატურაც მაღალია. იქ მოხვედრილი რაიმე ობიექტი პლაზმურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სიძლიერის ხარისხით, რა თქმა უნდა, შავი ხვრელი ყველაზე ძლიერია. მისი ფერიც პირდაპირ შემონახულია მითოლოგიაში. ამ კოსმოსური ობიექტების მახასიათებლები ყველაზე ახლოსაა მითიური ვეშაპის თვისებებთან. ჩვენი ვარაუდით, სწორედ მათი აღწერის დამახინჯებული ვერსია არის გადმოცემული ამ პერსონაჟში. თეთრი, წითელი და შავი ფერები გვხვდება ასევე ქვემოთ აღწერილ თემაში სკნელების შესახებ. შესაძლოა მათ რაიმე საკრალური მნიშვნელობაც ჰქონდათ. მითოლოგიაში ნახსენებია საინტერესო ფენომენი, ეგრეთ წოდებული სკნელები. კავკასიერი ხალხის კოსმოგონური წარმოდგენების თანახმად, ხმელეთი მრგვალია და მის ირგვლივ ზღვები ან მთებია. ქვეყნის კიდეზე დგას სიცოცხლის ხე, რომელიც ვერტიკალურად აერთიანებს ცას, ანუ ზესკნელს, მიწას სკნელს და მიწისქვეშა სამყაროს ქვესკნელს. ჰორიზონტალური სამყარო კი არის წინა სამყარო, ანუ წინასკნელი, უკან კი უკანა, სიტყვასიტყვით უკანასკნელი. ვერტიკალურად მდებარე სამყაროები ერთმანეთისგან გამოყოფილია ჰაერის ფენით და ხმელეთით. ჰორიზონტალურად მდებარე სამყაროები კი 7 ან 9 ქედით ან ზღვით. გადმოცემით ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა შეუძლიათ მარტო ღვთაებებს ან გმირებს. ადამიანს კი ეს ძალუძს მხოლოდ ღვთაების ნებართვის და სახის შეცვლის საშუალებით. ესე იგი სიკვდილის შემდეგ. ქართულად გარდაცვალება სიტყვასიტყვით სახის შეცვლას ნიშნავს. ღმერთის ნებართვის შემთხვევაში სული დროებით ტოვებს თავის სხეულს, მოგზაურობს ღვთაებებთან ერთად, გადადის ერთი სამყაროდან მეორეში და დაბრუნების შემდეგ ისევ ბრუნდება თავის სხეულში. ქვესკნელი ვერტიკალურად შედგება 7 სხვა სამყაროსგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ყოველ სამყაროს ნაპირზე არსებული სოროებით ან საიდუმლო გამოქვაბულებით. ზესკნელში არის ღვთაებები, ფრინველები და ფანტასტიკური არსებები. სკნელში ადამიანები, ცხოველები და მცენარეები. ქვესკნელი არის მიცვალებულთა და ქტონურ არსებათა, დევების, დრაკონების და ღრმა წყლების სამყარო. სამ ვერტიკალურ სამყაროს ქართულ მითოლოგიაში შეესატყვისება თეთრი, წითელი და შავი ფერები, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ. წინა სამყარო ნათელი და სიკეთის მომცემია და შეესაბამება ცნებას აქ. უკანა ბნელი და იდუმალი სამყარო სავსეა საფრთხეებით და მოულოდნელობებით. ის შეესაბამება ცნებას იქ. უკანა სამყაროს ალბედითი ხასიათის გამო მრავალ წარმართულ რიტუალში აკრძალული იყო უკან მიხედვა. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მდებარე სამყაროების მთელი ამ სისტემის ირგვლივ არის ბნელი გარე სამყარო, ქართულად გარესკნელი, რომლის იქით არაფერია და რომელიც გაიაზრება როგორც გაქვავებული სიბნელე და უცვლელი მარადისობა. ზემოთქმულ ინფორმაციაში შესაძლებელია რამდენიმე დეტალის გამოყოფა, რომელთა არსებობა ცოდნის ევოლუციურად განვითარების თუ დაგროვების ფარგლებში ვერ ჯდება. მივყვეთ თანმიმდევრობით. გამოიყოფა ჰორიზონტალური სამყაროს 3 ტიპი: წინასკნელი, უკანასკნელი და გარესკნელი. თითქოს აქ რაიმე უცნაურობა არ ჩანს. წინასკნელში ხდება ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრება, ისაც ყოველდღე ხედავს ადამიანი. გარესკნელი კი არის იმ ჰორიზონტის მიღმა, რომლის იქეთ ადამიანის გონება ვერ მიდის, თუმცა ხდება დაშვება ასეთი შეუსწავლელი სამყაროს არსებობისა, რაც აზროვნების მაღალ საფეხურს ეთანადება, აღარ არის პრიმიტიული. ქართულ ზღაპრებში მრავლად არის ნახსენები უცხო ტერიტორიები, 9 ზღვასა თუ 9 მთას იქეთ, რომლებშიც მხოლოდ ერთეულებს შეუძლია მოხვედრა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხდება კონკრეტულად მითითება გარესკნელში სიცარიელის არსებობის შესახებ. საიდან? სავარაუდოდ ეს ინფორმაცია მოიტანა იმ ღმერთებმა ან გმირებმა, რომლებიც იქ იმყოფებოდა. შესაძლოა აქ საუბარია კოსმოსზე, რომელიც გარკვეულ საზღვრებში მართლაც სიცარიელია. რაც შეეხება უკანასკნელს, აქ თავსდება ყველა ალბედითი მომენტი და როგორც აღინიშნა, ზოგიერთ რიტუალში აკრძალული იყო უკან მიხედვაც კი. შესაძლებელია, ეს იყო ერთგვარი ვირტუალური სათავსო, რომელშიც ადამიანმა მოათავსა ცნობიერებიდან განდევნილი ყველა უარყოფითი მომენტი, უბრალოდ ადგილი მიუჩინა მათ. თითქოს უცნაური არაფერია, თუმცა აქაც აზროვნების მაღალი ხარისხი იკვეთება. ამგვარი ისტორია გვხვდება ბიბლიურ სიუჟეტშიც, როცა ლოტმა თავის ოჯახთან ერთად დატოვა ქალაქი სოდომი და მათ აკრძალული ჰქონდა უკან მიხედვა, თუმცა მისმა ცოლმა ვერ მოითმინა და შედეგად მარილიც სვეტად გადაიქცა. ხომ არა მოდის ეს წარმოდგენა ბიბლიური სიუჟეტიდან? გასაკვირი ის არის, რომ საქართველოში ბიბლიასთან შეხება მხოლოდ 2000 წლის წინ ჰქონდათ. აღნიშნული წარმოდგენები კი აშკარად გაცილებით ძველია.
გარდა ამისა, უკანასკნელი არ უნდა იყოს მხოლოდ წარმოდგენის ობიექტი, სავარაუდოდ ის მატერიალური სამყაროა, რომელშიც შეხედვაც ღმერთებმა ადამიანს აუკრძალეს პირდაპირი გაგებით. რაც შეეხება ვერტიკალურ სამყაროებს, როგორც ვკითხულობთ, აქაც გამოიყოფა სამი სამყარო: ზესკნელი, სკნელი და ქვესკნელი. მათი არსებობა ერთი შეხედვით სრულიად ბუნებრივია. ზესასთან, მიწასთან და მიწისქვეშეთთან ადამიანს პირდაპირი შემხებლობა აქვს და უბრალოდ მოახდინა მათი ერთმანეთისაგან გამოყოფა, ერთგვარი კლასიფიკაცია. მაგრამ უცნაურობა იმაშია, რომ ქვესკნელში გამოიყოფა 7 იერარქიული დონე. ეს ფაქტი კი სრულიად ცდება მეტნაკლებად პრიმიტიული აზროვნების დონეს. შესაძლოა ეს ყოფილიყო მატერიალური ან წარმოდგენითი, თუმცა ორივე შემთხვევაში შეუძლებელია ჩვეულებრივ ადამიანს მსგავსი რამე ნახა ან გაეგონა. თუ ის მატერიალური იყო, მაშინ ერთ ვიღაცას მაინც უნდა ემოგზაურა გვირაბებით თუ სოროებით ღრმა მიწისქვეშეთში, რომელიც კიდევ უფრო ადრე იყო შექმნილი ხელოვნურად. თუ ეს გამოგონილი იყო, როგორც ადრე აღინიშნა, ადამიანს არ შეუძლია წარმოედგინოს ისეთი რამ, რაც არ უნახავს ან გაუგონია. უნებლიეთ შეიძლება გავახსენდეს სამყაროს მოწყობის მითოლოგიური სურათი, რომლის სათავეში ასგარდები იმყოფებიან. ცხადია ჩნდება კითხვები, რომელიც ახსნას საჭიროებს. ტექსტში წარმოდგენილია ამ ყველაფრის ახსნა, თითქოს ხდება სკნელებში მოგზაურობა ღმერთების ნებართვის შემდეგ. საუბარია, რომ გადასვლა შეუძლია სრულებს და ასე შემდეგ. შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდეს, ისმის კითხვა, რას შეიძლება წარმოუდგენდეს ეს სკნელები. როგორც ვთქვით, გარესკნელი სავარაუდოდ არის კოსმოსი, საკმაოდ დაცილებული ადამიანების საცხოვრებიდან. ზესკნელში ჩვეულებრივი ცაა, სადაც ფრინველები და ღმერთები სახლობენ. სკნელი ჩვეულებრივი მიწის ზედაპირი. ქვესკნელი ერთობლიობაში მიწისქვეშეთია, მაგრამ სტრუქტურულად ძალიან რთული მექანიზმია, რაც არ ჯდება ჩვეულებრივი მსჯელობის ფარგლებში, ხოლო უკანასკნელი კი საერთოდ უცნაურობის პიკია. ძნელად წარმოსადგენია დანარჩენ სკნელებთან ერთად მისი არსებობა. თუმცა ეს უცნაური სამყაროები ხომ არ არის რაიმე პარალელური სამყაროს ან დამატებითი განზომილების მსგავსი, რომლებშიც გადასვლა ხდება გარკვეული პორტალების საშუალებით. ამის შესახებ პირდაპირი მითითებაა ტექსტშიც. განსაკუთრებით ეს ეხება ვერტიკალურ სამყაროებს, სადაც გადასასვლელად ღმერთის ნებართვა და სახის შეცვლაა საჭირო. მათი საზღვრებით უფრო პორტალებს მოგვაგონებს, ვიდრე რაიმე მატერიალურ ადგილს. მაგალითად, სორო ერთგვარი პორტალია. ვიმსჯელოთ, შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამის არსებობა. პარალელური სამყაროების შესახებ წარმოდგენები გაჩნდა მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან. დეტალური აღწერიდან თავი შევიკავოთ, უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ კვანტური ფიზიკა უშვებს მათ რეალურ არსებობას და შესაძლებლობას გადასვლის განხორციელებისა მათ შორის. ამ დროს სულ მცირე გვირაბის ეფექტის გამოყენება იქნება საჭირო. თეორიის დონეზე ასეთ გვირაბად შავი ხვრელიც მიიჩნევა. თანამედროვე წარმოდგენით უბრალოდ შეიძლება პორტალი დავარქვა. პარალელური სამყარო ჩვეულებრივი მატერიალური სამყაროა. თუ მოხერხდება და გადახვალ, იქაც იქნება ჩვეულებრივი დრო-სივრცე თუ მატერიალური საგნები. არის შესაძლებლობა, რომ საქმე ჰქონდეს დამატებით განზომილებებთანაც. ამ შემთხვევაში ეს ეფექტები სავარაუდოდ თავს იჩენს ან ძალიან მცირე მანძილებზე, ან ძალიან დიდ მანძილებზე. მცირე მანძილებზე გადასვლები ნაკლებ სავარაუდოა. დიდ მანძილად კი შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად გარესკნელი. ვფიქრობთ, რომ უფრო შესაძლოა საქმე ჰქონდეს პარალელურ სამყაროებთან, ვიდრე დამატებით განზომილებებთან. თუ გავიხსენებთ ახლო წარსულს, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში გერმანელთა საიდუმლო ქვედანაყოფი ანენერბე ეძებდა გამოქვაბულებში სწორედ მსგავს პორტალებს. მიზეზებს არ ჩაუღმავდეთ. დღეს ჩვენს მიერ განხილული მითები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უზარმაზარი რაოდენობის გადმოცემებისა, რომელმაც დროს გააუძლო და დღემდე შემორჩა. მნიშვნელობა არა აქვს ქართული გადმოცემები იქნება ეს თუ უცხოური. თითქმის ყველგან არის აღწერილი ერთნაირი ომის ისტორია, რომელიც მიმდინარეობდა რამდენიმე ძალას შორის, რასებს, ღმერთებსა და დემონებს შორის. ყველგან არის აღწერილი უცნაური საგნები თუ ტექნიკა, რომელსაც ფლობდნენ ერწოდებული ღმერთები თუ დემონები, რომლის მეშვეობით იწვევდნენ გრევას და ახდენდნენ მოწინააღმდეგე ჟლეტას. ქართული მითების მიხედვით თუ ვიმსჯელოთ, სახეზე გვაქვს გარკვეული რასის გენოციდი, რომელიც გაგრძელდა მათი კვალის სრული წაშლით. ამიტომაც არის დღეს საკამათო იგივე გიგანტი რასის არსებობა და ამიტომაც არ არსებულ გამოგონილ პერსონაჟებად იხსენებენ თუნდაც იგივე დევს. ერთი შეხედვით კი ზღაპრის განხრით თუ შეხედავ ამ გადმოცემებს, თითქოს ისეც ვერაფერს დაინახავ. თუმცა კი თუ ჩაუღრმავდები და თანამედროვეობას ან პარალელს გაავლებთ, ბევრი ისეთ რამესაც დაინახავთ, რაც მიუთითებს მათ ტექნოგენურობაზე. მაგალითად დაუბრუნდეთ ისევ კოპალას და მის ლახტს, როგორც აღვნიშნეთ, აღწერილობით ის გავს ცეცხლსასროლ ან ენერგეტიკულ იარაღს. ენერგეტიკულ იარაღზე ჯერჯერობით ახლა მიდის საუბრები, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღი დღეისათვის ყველაზე გავრცელებული საბრძოლო იარაღია. დაუშვათ კოპალას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. მოდით უბრალოდ ავდგეთ და განვიხილოთ თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღი რა არის და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი დამზადება.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუსული ავტომატი კალაშნიკოვი რომ ავიღოთ, იგი დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული იარაღია. მას აწარმოებენ არა მარტო რუსეთში, არამედ თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ცნობილია, რომ ის არის მარტივი როგორც მოხმარებაში, ასევე კონსტრუქციულადაც. არც მისი წარმოება ჯდება ძვირი. ამავე დროს საიმედო და ეფექტური იარაღია, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონსტრუქცია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნისაა. მაგრამ თუ კი არ იქნება მის დასამზადებლად საჭირო ქარხანა, სადაც მოხდება ლითონის დამუშავება ათეულობით და ასეულობით ტექნოლოგიური პროცედურების მეშვეობით, ვერანაირ შემთხვევაში ასეთ იარაღს ვერავინ ვერ დაამზადებს. ნებისმიერი ტექნოლოგიური პროცედურა კი უკვე ტექნოგენური განვითარებაა, რასაც უკან ტექნოლოგიების განვითარების თუ ტექნოლოგიური ევოლუციის მთელი ისტორია უდგას. ამით მინდა გითხრათ ის, რომ ცარიელ ადგილზე ვერ წარმოიშობა ვერაფერი. იმისთვის, რომ დაამზადო რამე, საჭიროა გქონდეს გარკვეული გამოცდილება. გამოცდილება კი ერთბაშად არ მოდის. იგი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება. თუმცა კი ამ ცოდნის და გამოცდილების დაკარგვა მარტივად შეიძლება. თუ კი რაიმე გლობალური კატასტროფა მოხდება დღეს, რის შედეგადაც დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპება. გადარჩენილი ნაწილი აუცილებლად განიცდის საზოგადოებრივ დეგრადაციას, რაც გამოიხატება როგორც ზემოთ აღნიშნეთ შემორჩენილი რესურსების დაუფლებისთვის ომებში. ომი კი როგორც მოგეხსენებათ ნგრევაა და არა შენება. ასეთ სიტუაციაში რამდენიმე თაობის შემდეგ საერთოდ გაქრება ჩვენთვის ნაცნობი თითქმის ყველა მაღალტექნოლოგიური ნივთი, ხოლო კიდევ 1000 წლის შემდეგ თავად ტერმინოლოგიების დაიკარგებია. ამ დროს ჩვენი მითები რას მოგვითხრობენ? მოგვითხრობენ სწორედ ამ ომის შესახებ, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის. მოგვითხრობენ ეპოქაზე, სადაც კანიბალიზმია გავრცელებული, რომელიც ძირითადში მაშინ იფეთქებს ხოლმე, როდესაც ჩვეულებრივი საკვები ამოიწურება. მართალია ლოკალურად, არააპოკალიფტურ სიტუაციებში ხშირად გვხდება კანიბალიზმი დღესაც, როდესაც საკვების კრიზისი იწყება. იგივე მაგალითად, როდესაც გემი იძირებოდა და თვეობით ნავებში გადარჩენილი ეკიპაჟის წევრები ერთი მეორეს ჭამდნენ. მითები მოგვითხრობენ პრიმიტიული საზოგადოების და ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული საბრძოლო ტექნიკის ფლობელი მეომრების ურთიერთობაზე, რომლებზეც არის გადმოცემა, რომ ისინი მოსულები იყვნენ ადამიანთა დასახმარებლად. მოსული საიდან? ზეციდან. ამ მომენტს სათავისოდ იყენებს პალეოკონტაქტის მიმდევრები, ვითომ და მათი ვერსიის დასამტკიცებელი კიდევ ერთ-ერთი ფაქტია. ჩვენ განვიხილეთ მითები პრაქტიკულად მეცნიერული ფანტასტიკის მხრიდან. როდესაც ადამიანების დაჩაგვის გამო არამიწიერი ძალები, ღვთისმშვილები ანუ გმირები, რომლებიც მორიგი ღმერთის ნასახები იყვნენ, ჩაერივნენ და დაიცვეს ისინი. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც ამ ისტორიის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღწერთ წარღვნის შემდგომ ეპოქას, როდესაც მოხდებოდა საზოგადოებრივი დეგრადაციას და გადარეცხილი, ნანიაღვრალი ტერიტორიების გამოისობით შექმნილი საკვების კრიზისის გამო აუცილებლად დაიწყებოდა ომი გადარჩენილი რესურსებისათვის. ამასთან ამ ომის ბოლოს მხოლოდ ერთი მხარე გადარჩა, მეორე კი სრულიად განადგურდა. ამ მითებით ხომ არ გვაქვს ჩვენ ლამაზად შეფუთული ისტორია დიდი ცოდვისა თუ დანაშაულისა. მიუხედავად გადმოცემის სილამაზისა, მთელი ამ ისტორიის არსი ის არის, რომ ერთი რასა სრულიად განადგურდა. თუ კარგად ჩავაღრმავდებით სიტუაციას, არა მარტო ფიზიკურად ხოცავდნენ მათ, არამედ სრულიად სპობდნენ მათი არსებობის კვალსაც. წარმოვიდგინოთ ჩვენი უახლესი ისტორია ცოტა სხვანაირად. მაგალითად, თუ კი ჰიტლერი გაიმარჯვებდა მეორე მსოფლიო ომში და მისი გეგმის მიხედვით მოსპობდნენ ყველა ერს, რომლებსაც მისი მიმდევრები თვლიდნენ არაადამიანებად ან დაბალი რასის წარმომადგენლებად, ხოლო მათ კვალს სრულიად გაანადგურებდნენ. როგორ ფიქრობთ, რა დაიწერებოდა ახალი გერმანიის ისტორიაში? ის რომ იყვნენ სლავები, სემიტები, ჩინელები, შავკანიანები, წითელკანიანები და ჩვენ ისინი გავანადგურეთო? თუ დაწერდნენ, რომ მათ გერმანიის დიდი მტრები მოსპეს, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ გერმანიის მოსპობას და ამით მან თავი დაიცვეს. ან დღევანდელობა ავიღოთ, დაუშვათ მოხდა რამე გლობალური კატასტროფა, რომლის შედეგის შემცირებული საკვები და რესურსი იქნება. ამ დროს კი ვთქვათ შავკანიანი და თეთრკანიანი რასები დაავერევით ერთმანეთს. შედეგად კი ერთ-ერთი რასა სრულიად განადგურდეს. ისევ და ისევ რას დაწერს გამარჯვებული მომავალში ისტორიად? როგორც არ უნდა მიუდგეთ საქმეს, ძალიან მძიმე ტვირთია მთელი ერის ან რასის ამოწყვეტა ბოლო წარმომადგენლამდე. არ მგონია ამის ჩამდენი თუნდაც მორალურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი დარჩეს. ხოლო იმისთვის, რომ მომავალში ახალი თაობების შედარებით მაინც ნორმალურები გაიზარდონ, საჭიროა რომ ეს ამბავი მათ შელამაზებულად გადავცეთ. ავიღოთ თუნდაც ის მომენტი, რაც ხდება დღეს ამერიკაში, სადაც ნელ-ნელა გმობენ მე-19 საუკუნეში მომხდარ ინდიელთა მასობრივ ჟლეტას. ამაზე მიუთითებს კიდეც ჰოლივუდის მიერ გადაღებული ფილმები, სადაც აღწერილია ეს ისეთიკე და სადაც ინდიელები ბევრგან კეთილი მხრიდანაც არიან გამოყვანილი. თანაც მოკლა ერთი ადამიანი იმისთვის, რომ მის მიწა-წყალს დაეპატრონა უკვე დიდი ცოდვა და მძიმე ტვირთია მკვლელის სულისთვის და წარმოიდგინეთ ახლა მთელი ერის ან რასის მოსპობა იმავე მიზნით. ცნობილი ფაქტია, რომ მკვლელს არასოდეს არ აქვს 7 მომავალი. რაც არ უნდა ყოფილიყო იმ დევებს შორის, ყველა ბოროტი და კაცჭამი არ იქნებოდა. არ შეიძლებოდა ყოფილიყო. არის კიდეც არაერთი მითი, სადაც კეთილი დევები არიან აღწერილები.
თუ კი მოხდებოდა მოლაპარაკება ამ ძალებს შორის, აუცილებლად იქნებოდა მიღწეული რაიმე შუალედური მშვიდობის მომტანი შედეგი, მაგრამ როგორც ვითებით ხვდებით, არანაირი მოლაპარაკება არ მოხდარა. მოხდა მიზან მიმართული ჟლეტა. დევებს ხოცავდნენ ყველა მიზეზის გამო, კაცი ჭამიობის თუ უბრალოდ მოგროვილი მატერიალური ქონების გამო. მითებში მრავლად არის აღწერილი ადამიანის თუ ღვთისმშობლის მიერ ჩადენილი მოროდიორობის ფაქტებიც. როგორც აღნიშნავთ, წარსულში იყო ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ცივილიზაცია. ამ ბოლო კატასტროფის მასშტაბის მიუხედავად, მაინც შემორჩებოდა რაიმე წარსულის გადმონაშთი მაღალტექნოლოგიური იარაღი, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებდნენ მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. რის საშუალებითაც ადამიანებმა დასჯაბნეს კიდეც ეს რასა, რომლების მიუხედავად სიბოროტისა, გადმოცემით საკმაოდ გულუყვილო არსებები იყვნენ. ამ ომის გმირები კი, ყველაზე ძლიერი მებრძოლები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ბრძოლებში, მოგვიანებით გაღმერთდნენ. მათი სადიდებელი სიმღერები, ბალადები და ისტორიები კი უფრო და უფრო განდიდებით გადაეცემოდა ალბათ მომავალ თაობებს. მათ საპატივცემლოდ აგებული ძეგლები თუ ნაგებობა ნიშები კი ალბათ მოგვიანებით სალოცავებას გადაკეთდა. საბრძოლო შენაერთებს მორიგი ღმერთის ნასახები ეწოდათ, ხოლო ამ შენაერთის ხელმძღვანელებს კი მორიგი ღმერთი ან ღმერთი. ეს ყველაფერი სავარაუდოდ მიზან მიმართულად მოხდა, იმისთვის რომ მომავალ თაობებთან თავი გაემართლებინათ. ჩვენ კი არ დავხოცეთ, ვიღაც მოვიდა და გვიხსნაო, რა ვიღაც თავად ღმერთი იყო და ღმერთის ნება კი შეუვალია, საჭირო იყო მთელი არას მოსპო. იარაღი კი ისედაც ერთეული ეგზემპლარები იქნებოდა შემორჩენილი. აკი სწორედ შეუძლებს აძლევდა მორიგი ღმერთი იარაღს. მოგვიანებით კი დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრებოდა ეს იარაღი, იმიტომ რომ მათ დასამზადებლად არც მცოდნე იქნებოდა ვინმე და არც რამე ტექნოლოგიური ხელსაწყო ექნებოდა შთამომავლებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარალელი ივლება საზღვარგარეთულ, არაქართულ მითებთან, სადაც ანალოგიური პერსონაჟები არიან განხილული, რაც გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ ერთი საერთო ისტორია სხვადასხვა ერმა თავისებურად შემოინახა. ეს კი ნიშნავს, რომ ომი მიმდინარეობდა მთელს პლანეტაზე და არა ლოკალურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. შესაძლებელია შემორჩენილი საკავშირო საშუალებების მეშვეობით ბრძოლის სვლელობას ერთი საერთო სარდალი უწევდა კოორდინაციას. რა იყო სინამდვილეში ჯერჯერობით დაფარულია ყველასთვის და სავარაუდოდ ასეც იქნება მომავალში. სამწუხაროდ სიმართლეს ვერ გავიგებთ. აი ამ ორი ვერსიიდან კი რომელია უფრო რეალობასთან ახლოს, თავად განსაჯეთ.